Დაწრები რო დაიწყეს საძირკველის დაიწია. Აი ეს ადგილი მთლიანად გადაიხსნა, წავიდა. აღარც კარებები იკეტებოდა სახში. მიხეილ ასათიანის ქუჩის მოსახლეობა ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის გაუქმების გარდა ამ ტერიტორიაზე ხეების ჩეხვის შეჩერებასაც ითხოვს. მათი განცხადებით მშენებლობას ინვესტორი კომპანია ბიდი პროექტი და ახალი სამშენებლო კომპანია ყველა დადგენილი ნორმის დარღვევით ახორციელებს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხეს უქმნის, რადგან სახლებს უკვე ბზარები გაუჩნდა. ნახაზები და განსაკუთრებით კონსტრუქციული ნახაზი არა გზად. რათა უნდა აშენდეს პროექტი არ არის ეს და შემდეგ არ არსებულ ასეთ კონსტრუქციულ ნაწილზე არის გაყალბებული ყალბი საექსპერტო დასკვნები გაცემული. ვინაიდან არ აქვს მზად ეს კონსტრუქციული ნაწილი დაადვეს გრიფით საიდუმლო. ქალაქის არქშენ ინსპექციიდან მოვიდა 4 ახალგაზრდა, რომელსაც უნდა შეემოწმებია თუ დაზიანებული სახლები, რომლებიც ინგრევა და არც ერთი არ იყო იქ მშენებელი ინჟინერი. ხო წარმოიდგინეთ რა დონეზე არის და ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის განმარტებით მშენებლობის გამო დაახლოებით 4 ჰექტარი მიწის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვით მოსახლეობა სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. მათი თქმით, ხეების გაჩეხვაზე მერიის მიერ უკანონო ნებართვის გაცემისა და მშენებლობის გაუქმების შესახებ სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვართ უკომპრომისო ბრძოლაში ჩართული ძველი და ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკებთან და მათ ხელდასმულ ეგრეთ წოდებულ ინვესტორთან, რომელიც ანადგურებს 4 ჰექტრამდე უნიკალურ ლანდშაფტურ ზოლს 4 სახეობა წითელ ნუსხაში შესული ხემცენარეებისა. ერთადერთი პროკურატურამ უნდა გასცეს უკვე პასუხი ამ დამნაშავეებს და ბუნებრივია შეჩერდეს ის, იმიტომ ეხლა აქ უკვე ხეების მოჭრაზე აღარ არის მარტო, იცით საკითხი, აქ ზიანდება მოსახლეობა, ნადგურდები, ჩვენ საცხოვრის ელოდება უკვე საფრთხე. მოსახლეობის განმარტებით გარდა იმისა, რომ მშენებლობის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები ზიანდება, პრობლემა შეექმნა წყალგაყვანილობასაც. აი სხვათა შორის ბოლო 1 წელია კიდე რატომღაც სარდაფებში წყალი ჩადგა და ნუ აი რატო ხდება ეს ბოლო 1 წელი, მანამდე აქ 14 წელი აქ ცხოვრობდა, ასეთი რამე არ მომხდარა. როგორც ასათიანის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, ხეების მოჭრის შესახებ მერიის მიერ კომპანიისთვის მიცემული უკანონო ნებართვის გარდა მერიამ ტერიტორიაც უკანონოდ გაასხვისა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება დღეს ქალაქის მერიაში არ ისურვეს. და ბუნებრივია შეჩერდეს ის, იმიტომ ეხლა აქ უკვე ხეების მოჭრაზე აღარ არის მარტო, იცით საკითხი, აქ ზიანდება მოსახლეობა, ნადგურდები, ჩვენ საცხოვრის ელოდება უკვე საფრთხე.